მონადირეებო დილამშვიდობისა. ვიმყოფებით უმაგრეს ადგილზე, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წერტილზე, მოდი ესე ვთქვა. მაგრამ არ გეგონოთ რომ ჩვენ აქ ვიყავით. წავედი. და ამ დროს ვაჩქარებ ზატიდოლიძე იმიტომ გურულია, ფიქსი და ცეცხლი. წავედი. მოგლედ მეგობრებო, ნადირობას ვაპირებთ წალგაში. კაცებელზე. ასე რომ გამოვყევით. ერთგვარი პატარა შესვენება გქონდა, სადაც შევიდრებეთ მონადირეები და ეხლა ვაგრძელებთ გზას. სადაც შევხვდებით ძირითად ბირთვს, ასე რომ ჩვენს მასპინძელს ბატონ გოგა ზოიძეს, რომელიც სამწუხაროდ თურმე ცოტათი გაციებული არის. მაგრამ უარი არ თქვა მაინც ნადირობაზე და მაინც გამოყვებით ხელის ტკივა სიცხე აქვს, მაგრამ ეგეც გიჟი მონადირეა ზოგ-ზოგიერთების არის რა. გოგა სადა ვართ? აი ძალიან საინტერესო კითხვა არის. ეხლა ჩვენ ნარდევანთან გადმოვუხვიეთ. გვალდღეს რა არის და ნარდევანის დღეს გავწდებით, მაგრამ წინ მიდის რატიდოლიძის მანქანა და გოგლიკაუძის ზოიძეში. ეხლა იმ მანქანაში ამბავი ხდება. ჯერ არ ვიცით სად მივდივართ სანადიროთ, იმიტომ რომ გოგას ერთი აზრი აქვს, რატის მეორეს და ეხლა როგორი თემა არის, იცი რომ პოპკორნი და კოკაკოლა უნდა გეჭიროს და დათქმენ ჩაუჭდე და უხურო. ნამდვილად ზუსტად არ ვიცით სად მივდივართ, არის რამოდენიმე ვარიანტი რომ წავიდეთ დარაკოვისკენ, წავიდეთ ბოჭკის ტყეში, რატის იდეა ქონდა სხვათა შორის არც თუ ისეთი ცუდი რომ მალე შენ რომ წინაზე რა ერთ-ერთ ნადირობაზე ტურას ესროლე და მანქანიდან რომ გელი და ვინახეთ და რატი რომ ფეხი დაეკიდა. აი მაგ დღეზეც მსჯელობა არის. მოკლედ დაჭამენ ეხლა ერთმანეთს და ვინც დარჩება გამარჯვებული ის მიიღებს გადაწყვეტილებას რა და ჩვენ მორჩილად და წყნარად მივხვებით უკან. აი ეგ თემა. აი მოკლედ შეხედეთ ეხლა ეწყობა ლიცენზირებული ნადირობა წალკაში. კოტები გვაქვს მელა, ტურა, გელი. მოკლედ ეხლა აღარც მინდა საუბარი, მაგრამ ჯვარი წერია ეხლა შველიც გამოვა, კურდღელიც გამოვა, ხელი არავის არ წაუწდეს. მონადირების შემთხვევაში მელია დავარდა, ტურა დავარდა თუ გელი დავარდა რა, აუცილებლად კიდევ უნდა იყოს გამოტანილი რა და შემდგომში უნდა ჩავაბაროთ სადაც საჭიროა იქ რა. ნომრებში გაგანაწილებთ გოგიტა მიხედავს სარიქს რა, მოკლედ რა. გააჩენი ეხლა იდეა გვაქვს ეგეთი რა, რომ რამოდენიმე დღის უკან აქ უნდა ხარ ოთხს თუ რამოდენიმე გელი შესულა რა, მოკლედ რა. ჩენი და გოგიტას და მარადას აზრით აი აქ უნდა იყოს ეს გელი რა, იმიტომ რა კლდოვანი ფერდები არის. შიგ და სამალავი აქვს კარგი რა. ორმაგს გავაკეთებთ ეხლა, ორმაგ მორეკვას ეს გზა ჩაიკეტება და ამ ხის უკანა მხარე რომ პიპის ტყეში არ გადაგვივიდეს ნადირი თუ რამე არის. ძირითადად მელიები გამოიყრებია ამ ხიდან. იმით დავიტოვებ რომ გელიც იქნება. ძაღლი ყავს. კასტრამები, შავზურგა ძაღლები ყავს, ყველა უნდა იცოდეს ძაღლი თუ გამოვა ნომერში, თოგები ყველას ხონდეთ რომ დაიჭიროთ რა. გასაგებია? დიახ. აი წარმატებას გისურვებთ ყველას რა. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. აქ შენ თუ დადგები ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ აქეთ ამ ხარეს მთლიანად მარტო შენ მოგიწევს კონტროლი რა. არის ალბათობა რომ ცოტა შენს მარჯვნივაც გამოვიდეს, მაგრამ ნუ ვიმედოვნოთ რომ ტყის ზოლს გამოყვება და შენც აქ დახვდები რა და თქვენ სად იქნებით? ჩვენ ვიქნებით, როგორც კი ჩავწდებით ეხლა ამ დაღმართს მარჯვენა მხარეს დაგიკეტავთ რა, ანუ წვდომა შენ ტყვიას ჩვენთან არ ექნება, შეგიძლიათ ამომად ყველა მიმართულებით ისროლო საიდანაც ნადირი გამოგიჩნდა. წარმატება ბიჭებო. ინსტა წაიღე არ დაგავიწყდეს. და აბა შენიც. სარიკის ბიჭებიც ხედავ მოდიან. მე ამ ფერს ავალზევით და აქვე გაუჩერდები ქვიანზე. დღეს ვინადირებთ ისევ სამსატესტო თოფით არია სამსით და ისევ 4-5-7-0. ხართ მზად ლომებო? რა თქმა უნდა. მე კარგი ვიმედოვნებთ რომ ეს პირველივე მორეკვა წარმატებული იქნება. ძალიან კარგია. სიმართლე გითხრათ, პირველად ვნადირობ ამ დღეში მტაცებელზე.
სხვა სანადიროები ერთებზე გვაქვს ნადირები. სარეკი იქიდან დაიწყება. ესე წამოვლენ ბიჭები. მე ბოლო დავდექი, მაგრამ პირველი ნომერი ვარ. ჩემს მარჯვნივ 70 მეტრში, 80 მეტრში. ტრანან უკვე ბიჭებია. ეხლა შევარჩევ ადგილს. ერთ კარგს ამოვეფარები და დაველოდები. ვითომ არაფერი, მაგრამ მურდალი აღმართი იყო ამ სასვლელი. აქ გავჩერდები. ხედავ მშვენიერი მაგ წინ გარბენილს, ჩამორბენილს, გადმორბენილს. მოკლედ მეტნაკლებად ყველაფერს ვაკონტროლებ. ხედი ფანტასტიკა. როგორც ყოველთვის. მოგეთ ჩავდექი ნომერში. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი ადგილი მაქვს შერჩეული. ხედულობის არეალი საკმაოდ ფართოა და პერსპექტიული. თელს წრეზე ვხედავ, ფაქტიურად ყველაფერს ერთ-ერთი აეგერ. ეს პატარა ნაძვები მეფარება, მაგრამ აქ თუ რამე გადმოვიდა, ხო, ჩემს ათოფეზე მოუწევს, თუ იქეთკენ გადავიდა, სადაც უკვე მეფარება კიდევაც იქით ბიჭები დახვდებიან. გავიგონე პირველი გასროლის ხმა, სარეკი დაწყებულია. ძაღლების ხმა ისმის ძალიან აქტიური. იქით ამ ტყიდან. გოგლი გამდაამთავრა პატარა ზოლის სარეკი და ნომერში ჩადგა. ძირითადი სარეკი ხო იქიდან მოდის. მოკლედ პირველი მორეკვა დამთავრდა. შევიკრიბებით დიდი ალბათობით მეორე მორეკვისთვის მოემზადებით. ეხლა ველაპარაკე სარეკს ჯოშკუნას. ერთი მელი აუღიათ, არ ვიცი ნომერი მაიღო, არ ვიცი სარეკმა, მაგრამ მე მგონია რომ ნომრიდან გასროლა გავიგე რა. ანუ აი ამ ჩვენი კამანდიდან, ასე ვთქვათ, ამ 4 ბიჭიდან, ვინც აქეთკენ დავდექით. გოგლიკა რომ მორჩა ამ კუდის სარეკს, კიდე ჩადგა ნომერში. ჩავალ ახლა და გეტყვით რა როგორ და რანაირად. ბინადგას რაც ხრის და იმ წრემს მომითხრა. ის არის რა, ძალიან ბევრი მგელიაო რა, 20 საღამოს მოდიაო, კაროჩე ვინა. დათვის კვალმა გამაკვირვა კაცო აქ. ჭიანჭველის ბუდეებია გადათხრი. ხო, ვა. შენ ვის თუ ვიღაც მე უდაურეკე რაც ვთქვა. გოგა მითხრა ხო, რომ და ჭიან ბუდეებია გადათხრი. და მგლის კვალი. და თან თან რა იცოდე არის დღევანდელი. ფლატ. რა დღევანდელია. დილის ამ ლაპარაკში ხო გაგვიწვია. არ არის გამორიცხული. აშკარად კარგი კვალი. სულთლად ცინცხალი. გიო, აქედან მომესმა სროლა. აქედან ისროდა სავარაუდოდ სარეკი იყო. ორი ძაღლი შებრუნდა ზუსტად იმ გზაზე, საიდანაც სარეკმა შეიყვანა ძაღლები. ანუ იქით ამ ხარეს ბიჭები იდგებიან ყველა ვარიანტში, არ არის პრობლემა. აი ესე დგანან და აი ხა აქედან შევიდა ორი ძაღლი. ერთი ესე გავიდა და ორი ისე შევიდა რა. ვიშლებით ხო? კაი გედეცვალე, კარგი.
არაფერი თქვენსკენ ბიჭებო. ყველაფერი. ბიჭო ძალიან უცნაური რამე მოხდა მალე რა, ანუ გოგლიკა ჩემს წინ იყო, ანუ სარეკი და გოგას გასულა ჩემს წინ მესმოდა. და ჩემს მარჯვნიდან ისე ახლოს გავიგეს როლა რომ ვიფიქრე რომ ან ერთი არის ან მეორე თქო და ბიჭებმა არაო სარეკი თუ იყო იქ თეთრიდან. აშკარად ჩვენი ბრალი არაფერი არ და ბრალზე არ არის კაცო. არც იმაზე არ არის, მადლზე, არც ბრალზე. გოგა, ძმობას გაფიცებ, შენ რო სარეკში იყავი, ახლოდან გასროლა ვერ გაიგე? აქ იყო სროლარი. ანუ ზემოდან იყო, აქ არისო. ესე იგი როგორ მოაქაზე მე ხა? ყოველთვის გავიგეს რომ დავიწყეთ ნომრების დაყენება. პირველი ნომერი ხრახლულიანი დადგება ამ შემაღლებაზე. წარმატება მისურვებია ბატუცემულო. ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. აქვს შანსი რომ კარგად გააკონტროლოს მინდორზე გამოსვლა. აბა შენ ქვებში ჩაიმალე. სიტუაცია არის ესეთი რა მაქსიმალურად გვინდა ამ ტყიდან გამოსასვლელი ჩავკეტოთ. რომელ დღეში გადასვლას რომ მოინდომებს ვეღარ მოახერხოს. მანქანა ცოტა ქვემოთ ჩამოვწიე რომ თან დიდად არ ჩანდეს და თან სროლას ხელი არ შეუშალოს. დავუდგებით ახლა ჩემს მარჯვნივ მარლენი არის. ჩემს მარცხნივ გიორგი არის და შუაში მე ავალ სადმე გაუჩერდები და უბანაკდები. მოვეწყობი ახლავე თოფი და ჩემი დოლი აქ მაქვს დატოვებული და ახლავე დაუბანაკდები. აი ასეთი მხედველობა არის ტყეში, პრინციპში არის. მაგრამ მე მირჩევნია აი ცოტა ესე დავდგე რომ გამოსულიც დავინახო პრინციპში რა. ჩემსა და მარლენს შორის ნამდვილად არის 1.80 მეტრი. ჩემსა და გიოს შორის ალბათ 65-70. ეს იქნება ჩემი დაბანაკების ადგილი. მოწყობით მოვეწყე ნომერში მოტეხილი პატარა ტოტებისგან ესეთი საფარი გავიკეთე რომ დიდად თვალში არ შევიგებო წამოსვლამდე ისედაც გამოზროულად ვიქნები თავისთავად და მოფარებული და ვერ დამინახავს. მოკლედ ვნახოთ. ახლა უნდა დავალოდოთ ბიჭები დადგებიან და ბოლო ნომერი რო დადგება სარეკს მიცემს ნიშანს რატი და დაიწყება სარეკი. 4 ნოლები მინდებს. 2-4 ნოლი მაქვს და მესამე მაინც 7 ნოლი მაქვს. რა იცი რა ხდება ვარიანტში რა. ნახევარ ჩუკი. მიყენია ჩემ შტოგერს 1000-ზე. ამინდი იდეალური სიჩუმე სიწყნარე ბუზის გაფრენის ხმა ისმის. ეხლა ის დრო არის რომ მეც სიჩუმის რეჟიმში გადავიდე. სარეკის სასიგნალო გასროლა გავიგონეთ და ველოდებით სიჩუმეში. მე მგონი შენი ან მაისროლა ნარეზით რო ბიჭი დავტოვეთ მე მგონი იმანის როლა რაღაცას მიაყარა. იქით ხარ ეს
მე ესე მგონია რომ პირველმა და მეორე ნომერმა ისროლეს არ ვიცი ერთი და იგივეს ესროლეს თუ არა მომენტ მოსალოდნელია და აქეთ მხარეს მეტი აღარაფერი ყოფილა რატომ დამერეკა სარეკი გავიდაო ეხა ნომრებიდან მოიხსენით და გამოუყევით რომ უკანა მხარე დაუკეთოთ კიდევ ну იქითკენ უკეთესად ჩანს რა როგორ და რანაირად ახლავე შევასრულებთ მაგ დავალებას გასროლები გესმოდათ აშკარად ნომერმა ისროლა სავარაუდოდ ვინც პირველი გაჩერდა იმან ეხა მევალთ და ვკითხავთ რა და როგორ იყო თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი ეს ძალიან დაგვეხმარება შენ ესწავლე შენ წავიდე შენ დავარდი და ვერ მიდია ასე დატრიალდა და ისე ვახსნა და გაიქცა ორივე მესროლე სავარაუდოდ ორი იყო ესე ხო წამოვიდა და მე წავიდა იქით არა მე რომელსაც მესროლი ის ზევით ავიდა ესე ეს სხვა გიყო კიდე ხო ზევითკენ ავიდა ეს ავი აქ მინდორში ას ჩამოვიდა იმ ქვებთან და ქვებიდან მე იქით წავიდა როგორი გაცდა გაგიო მაგარი ამოგაცხარ ვინ არის ხეების შორის აი ეს ხეები იყო და ფაჩუნის ხმამეს მოდა რომ მორბოდა რაღაცა და რო ვეძებდი ვეძებდი და უსმად გავიხედე ხეების შორის მარტო თავი ჩანდა მივაყოლე რო ერთი რო ესრულ და მე გაიქცა და უკიდან მივაყოლე და ეს დატრიალდა და ისე ადგა და ისე გაიქცა ხო ნუ თუ დატრიალდა ესე იგი უეჭველი გახდა იმენა საკაიფოდ მოხდა ბიჭები დავაყენე ნომერში მე მაპატიეთ ისე გავერთე ამათთან საუბარში და რაღაც მსჯელობაში რომ ვერ გადავიღე და ვერ განახეთ მაგრამ ნუ სიტყვაზე მენდეთ რომ სასტავი ნომრებში დადგა აი ასე ყველაფერს კარგად ხედავ ერთი მინუსი ისე აქ რომ ქვემოთ ამხარეს ვეღარ ვაკონტროლებ ჯობია აქ გავჩერდე რასადმე ეს შეიძლება ითქვას რომ მეორე მორეკვის მეორე აქტია ხრახლულიანი ჩემს გვერდზე დავაყენეთ დაახლოებით ალბათ ერთი 150 მეტრში თუ გამოვიდა ისეთი ვარიანტი რომ ჩვენ ნომრებს შორის გაძვა ისე რომ მინდორზე გადავიდა ქვევით იქით უკვე მიეცემა შესაძლებლობა რომ გაისროლოს ჩვენ აქტიურად ვაკონტროლებთ ამ სიტუაციას თქვენ ხედავთ რომ აბსოლუტურად ნორმალური სასროლი არეალები გვაქვს ველოდებით სარეკს რატის ვესაუბრე პრინციპში ნომრების დაალაგებას მორჩებიან ძალიან მალე ალბათ ერთ 5 წუთში სარეკი დაიწყება რა ველოდებით როგორც ყოველთვის ყველა მხრიდან მაგრამ სარეკი წამოვა აი ასე ჩემს წინ ქვემოთ ამხარესაც ვაკონტროლებ და ნუ აი ესე გამოსულსაც იმედია დავინახავ ზურგიდან ჩამორბენილზე ცოტა გამიჭირდება ჩემს იქით კაცი აღარ არის მე ვიყავი ბოლო ნომერი ვნახოთ რაღაცა და იქნება ძაღლები ამუშავდნენ კვალზე
რავი, დევნა არის ძაღლებმა დაძდევდნენ ჩემს მაღლა ჩაირბინეს რაღაცას გაეკიდნენ. მოკლედ როგორც მე ვხედავ და როგორც მე მესმის სარეკი უკვე ფაქტიურად გაგვცდა ჩვენ და აწი თუ შემთხვევით რაღაცა ნადირი მოტრიალდა და წამოვიდა ჩვენ მხარეს, მხოლოდ მაგის იმედზე ვართ. ამით ეს მორეკვა მორჩა, იყო დევნა ჩემთან, მე იქითკენაც წავიდნენ ძაღლები, სიმართლე გითხრათ გასროლა დიდად ვერ გავიგე. უცნაური ის იყო, რომ ესე იგი ჩემგან მაღლა ალბათ ერთ 40 მეტრში ყოველ შემთხვევაში ჯერ შავმა ძაღლმა გაირბინა, როდესაც დევნა იქ იყო. და რამოდენიმე წუთში ორი ძაღლი დევნით გაყვა და მე კიდე რაღაც პერიოდის შემდეგ ძაღლები უკვე დევნის გარეშე გაყვნა. ყველანი ერთ ბილიკზე, ესე იგი რაღაცას თავის დროზე იქ გავლილი ქონდა, ასე ვთქვათ რა. მეორე მორეკვაც ამით დასრულდა. მოკლედ როგორც ხვდები, არც არაფერი არ გამოგვივიდა ამ ჯერზე. ყველას მოგესალმებით. დღეს აგურამოში გეგმება ლიცენზირებული ნადირობა მტაცებელზე. პირველ რიგში რაც მინდა გითხრათ, რომ უსაფრთხოება იქნება, აუცილებლად ერთმანეთს გაუფრთხილდეთ, უსაფრთხოება პირველ რიგში, ჟილეტები, რომ დაზღვეული ვიყოთ გვერდზე ჩვენ დგომისგან. ჩვენ მიმართულებით არ მოხდება გასროლა. რაც შეეხება კურდღელი, შველი, ესეთ რამეზე არ ვისურით, მხოლოდ მტაცებელზე, ტურა და მგელი. რაც შეეხება იმას, ხმაურს, ერთმანეთთან არ გადავდივართ ბიჭებო, სადაც დავდგებით, იქ ვდგევართ. ნომერს ვინც დააყენებს, არიან ბიჭები აქაურები. სანამ ის ადამიანი არ მოხსნის, არავინ არ ვტოვებთ. ტერიტორია არის ძალიან დიდი, საგურამოდან ბიწმენდამდე, რაც იწმინდება. ხო, ბიწმენდამდე. რაც იწმინდება, ძაღლების ხმა შეიძლება ვერ გავიგოთ, მაგრამ ამ დროს ძაღლები მუშაობენ იმხელა ტერიტორიაა. არ ვიშლებით ნომრებიდან, ველოდებით იმ ადამიანს, ვინც დაგვაყენა ნომრებში. მაგის მერე თვითონ ჩამოივლის რაციაზე გადავცემთ, რომ დამთავრდა, ისევ შევიკრიბებით ერთ ადგილზე. რაც შეეხება მტაცებელს, არავინ არ ვტოვებთ იქ, თოკები ვიქონიოთ, მოვა ფეხზე გამოვიტანთ ერთ ადგილზე, რომ მოხდეს დამარხვა. ყველამ ჩადებით ნომერში რომ დადგებით, მე მანამდე თოფი დატენილი არ გქონდეთ რა. დადგებით ნომერში, ამოიღეთ ჯიბიდან, ჩადებით. აი, მე მგონი ეგ არის და მაშინ შეუბეროთ, არა? ნელა ვიკრიბებით აქეთკენ ფიწმენდის სასტავი ვართ, ორ ნაწილად გავიყავით რა, 30 კაცი აქეთკენ წამოვედით და დაახლოებით 40-45 კაცი დარჩა ტბების ჩასაკეთად. ეხლა უკვე პრინციპში ყველანი ავეწყეთ და ძალიან მალე ნომრებში დავდგებით. წინაპირობა ძალიან კარგია და ღმერთით კარგი ნადირობა გამოგვივა. რას ვიტყვით თქვენ? იმედი მოყოლს. გაიხარ. წარმატებული ნადირობა ყველას ბიჭებო. და ანუ ჭალის პირზე გადავნაწილებით რაღაცა ნაწილი ზევით ადგება და ძირითადი ხალხის მასა დავდგებით, აი ჭალის პირზე ჩათვალე, აი გაუვალი ადგილები ვერ შეხვა, ანუ ადამიანის ძაღლსაც უჭიშეს. ან ჭალის პირზე გადავნაწილებით გზა არის, აი ესეთი ჩათვალე გზა არის, ორი პარალელური გზა გასდევს. დასანახად, ანუ შიგ ვერ დაინახო ერაფერს, უფრო გამოვა. ზედა მხარეს უნდა დაინახო ვაცადოთ ამოსვლა რა, შიგნით სროლას ანუ თითქმის აზრი არ აქვს, ანუ არ უნდა გადავიყუდოთ ვაცადოთ ამოსვლა რა. ნატელი ჩავდით, ქალაქში ჩავდით, ვიტარგილებით დავაკეთეთ. კი. ამდენები ვარ და ვერ ვიყოფით რა ფაქტია, ისა ბევრი ვარ საუბრობ და ნატელი გზაზე გავნაწილეთ, ნატელი ჭალაში ჩავიდით. დიდი ადგილი და ისია დაშინებული, ხა კი აღარ დაშინებული, მაგრამ ზამთარში დაშინდა რომ მაღლა კი არ ამოდიოდა რომ. იქა ტრიალდებოდა და იწმინდებოდა.
ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მანქანით გავაგზავნოთ გზა, იმიტომ რომ ბოლოსკენ გვინდა რომ გავიდეთ და ალბათ ერთ 10 წუთში მოვრჩებით დალაგებას. ერთი ამოსასვლელი არის. კი, ხედავ მაგ მოსასვლელს. არ არის გამოსასვლელი. არა. ერთი ვაგი დიდი ბუჩქი რო არის, მაგის გაყოლება დიდი ბუჩქი. მან და გამოსასვლელი. შეიძლება მოგირბოს. შეიძლება აქედანაც ამოგივიდოს. ამ გაყოლებაზე აგე იქით, აგე კალოდეცი ჭარო ჩანს. დავინახე. ხო, იმ ჭასთანაც ამოსასვლელი არის. იმის იქით ორი კაცი აქ უნდა დადგეს, რომ ეს ორი აქ, აი როგორი ამოსასვლელი ଅଛି, აი მე ერთ კაცს კიდე წავიყვან. გადავნაწილდით ნომრებში, პრინციპში, ჩემს იქით ბოლო ნომერი არის ერთი ადამიანი. სადღაცეთ 100 მეტრში. გადასარავი ადგილი შემხვდომე, ძალიან კარგი მხედველობა მაქვს. აქედანაც შესასვლელი არის. მოკლედ სულ გამოსასვლელები არის რა. კარგი ადგილი არის იმ მხრივ, რომ ან მარცხნიდან შეიძლება გამოვიდეს, ან მარჯვნიდან. მე ხლა აქ ჩაუჯდები და ვემალები. და პრინციპში ძალიან კარგი სასროლი არეალი მექნება. თავარია ვიყოთ შუმად და დავალოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩემს წინეს ჭინჭრიანი არის ბუჩქებში ვზივარ პრაქტიკულად და არ ვჩანვარ მე ესე მგონია რა. თავარი არის გამოვიდეს. ჩვენც აქ დავხვდებით და გამარჯვებას ვეტყვით. მარლენი უკვე დადგა და დიდი ალბათობით სარეკი დაიწყება, სარეკი უბრალოდ არ იწყება, ძაღლებს გაუშვებენ ალბათ ერთ 5-10 წუთში მაქსიმუმ. ჩვენთან ერთად სტუმრად არის ჩემი ახალგაზრდა მეგობარი დიტო. აქამდე ყოფილი ხარ ნადირობაზე? დღეს რატო ხარ უთოფოთ? რუსანა ხოდა დასახოცად. გასაგებია. მოკლედ, დიტოს ჯერ არ აქვს თოფის ტარების უფლება. აქედან გამომდინარე, ჩემს გვერდში იქნება, მიგულშემატკივრებს. ხო და რა ვიცი, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გამოგვივა დღეს ნადირობა. სრულწლოვანი კი ხარ პრინციპში და აცი ცოტა დარჩა და მალე აიღებ თოფს. არა? ასე რომ, რა ვიცი, დარჩი ჩვენთან. მგონია, რომ საინტერესო ნადირობა შევძლებთ და შემოგთავაზებთ. ან ამ გზიდან უნდა შემოვიდეს, ან წერა როიდექი დაბლა ქვედა გზით იქიდან ბიჭებთან უნდა გავიდეს. ნადირს თუ დაინახავ, არ გაინძრე, არც მე მითხრა, არც არაფერს. ერთი ძაღლი აკრებს უკან, მეორე იქ წინ. სამი გასროლა იყო შორიდან იქიდან. ალბათ ის ტურა გავიდა. ძალიან შორიდან იყო. მოკლედ ჩვენმა მეგობარმა, რომელიც ჩვენ სექტორში დგას, სადღაც ამ გაყოლებაზე, ეხლა გამომიგზავნა ფოტო, რომ შეძლო და მოინადირა ერთი ტურა. რამაც ძალიან გაგვახარა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუილა არ ვდგევართ აქ. ნადირობა გრძელდება. ძაღლებს ახლა შეუშვებენ ახლიდან, მეორე მხრიდან და ძალიან მალე იმედია ძაღლის ხმასაც მოგასმეინებთ. უფრო ახლოდან. სროლა იყო. მეგონი მოინადირა. ჩემს გვერდზე ნომერმა. ვერა მეგონი გაუძვრა. აი, აქედან არის გამოსასვლელი ის თეთრი პარკი რო გდია. ბიჭო, რა ვიცი, ეხლა ციჩუმე იყო, ეხლა პატარა დევნასავით მესმის შორს და ჩემს გვერდზე ნომერმა ისროლა გაუძვრა, ტურა ვერა იყო. შენ თუ ხვდები რომ ძალიან ცუდად გილას გახარ, რა ვიცი, ამოიწიე თუ გინდა როგორ გითხრა, მაგრამ რა ვიცი, გამოსასვლელი არ არის არსად არაფერი მანდ ბილიკი. ხო გია. ალ დაინდა ხე თომასთან შორება რო ჩამოვიდა რა? კი, დავინახე შემოგენა. გაიგეთ. კარგები ხართ? ოქროები ხართ? აბა თქვენ იცით. გაიგეთ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მეგობრებო, მოკლედ ახლა დაგვირეკეს და გვაუწყეს, რომ ნადირობა მორჩაო, შეგვიძლია ნომრები ავშალოთ და როგორც მე ვხვდები, იქნება ალბათ შეკრება, სადაც გაჟღერდება ვინ რა ქნა, როგორ აქნა, რა მოვინადირეთ, რა არ მოვინადირეთ, ვის რა შევხვდა დასანახად თვალზე, ჩვენ მაგალითად ჩვენი ვიხილეთ. ჩვენი სანახაობა ვიხილეთ, ხო. მტაცებელი არ გვინახავს თვალით, მაგრამ რამოდენიმე ჩემმა მეგობარმა ფოტოები ჩაგვიყარა და გვაუწყა, რომ ჩვენო მოვინადირეთო, ხოდა პერსპექტივა ამისიო და ეს გაჩვენებთ. აი გამოირბინა და აი კუთხეში ვესროლე უკვე რა ბუჩქები რო არის. შუმა დევნის გარეშე ყველაფერი გამოგეპარა. არა, გამოვიდა ჩაულებრივად. ხო, ძაღლი არ მოსდევდა არა, ძაღლი არ მოსდევდა, ჩაულებრივად გამოვიდა და რო ვესროლეთ შეაქანაო და შევარდა შიგნით რა. დიდი ალბათობით ეგ აღებული ყავს მინდა გითხრა რა. მე სამწუხაროდ გამოვედი შენ ნადირობას და წავიდე თბილისისკენ, საპატიო მიზეზი მაქვს. ჩემი უმცროსი ქალიშვილი ბანკეტი აქვს მოკლედ დღეს და მამა იქ უნდა იყოს. მარლენი დარჩება, გააგრძელებს და ვიცი რომ უკვე რაღაც შედეგები არის, თუ 23 ტურა არის მოპოვებული, რამოდენიმე დაჭრილი არის და დარწმუნებული ვარ რომ ვიმედოვნებ ყოველ შემთხვევაში რომ კიდევ რაღაცა იქნება, იმიტომ რომ მეორე ჯერზე შეუშვეს ძაღლები. დიდი ალბათობით კიდევ რაღაცას გამოიყვანენ. ამ ეტაპზე გემშვიდობებით და მარლენი დაამთავრებს გადაცემას. შენთან ხდებოდა რამე? სასწაულად ხებდნენ ძაღლები, გადასარევად კმაყოფილი ვარ. კარგად შემოგვიარეს ძაღლებმა, მაგრამ გადმოყვეთ არ მოახდინეს. მოვიდნენ დაახლოებით ჩვენგან 50 მეტრში და გატრიალდა ძაღლი. სავარაუდოდ სდია დაჭრილს. როგორც გავიგე, მაგრამ ჩემსკენ არ გადმოუყვეთია ძაღლს. და ჟუანტელად რამოდენიმეჯერ კარგად დამიიღრა. სასიარულოა. სოსო, ეხლა ესე იგი არის ეგეთი განაცხადი გაკეთებული, ხო, რომ მეორე განყოფილებისთვისო აი კაპიცის თუ ხელებია. ზევი ძაღლი რო დაძდევდა მაღლა, ხაროიდა. ძაღლი კიდე აქეთ ხარაზე იყო და ჩამოცუნცულდა იმაზე, რა ქვია, გზაზე. და როგორ იყო იცი, გოგას მანქანა იდგა იქითკენ, ვერ გავრესკე სროლა რა. ხო და უკვე რო გადმოიწია აქეთკენ ვესროლე მოხვდათ წელში გააქანავა და შევარდა შიგნით რა. ნუ გაჩერება ვერ შევძელით, თორე ვერ შევძელი გაჩერება. ფაქტიურად ჩათვალე რომ მონადირებულია. მეორე სროლას აზრი აღარ აქონდა უკვე ისეთი ხეები იყო და გასაგებია. რამდენი ყავს ესე იგი მონადირებული? მონადირებული ეს ერთი ადგილზეა, მეორე სავარაუდოდ კი არა, ძაღლმა დაიჭირა იქ დაჭებში მაღლა. საიდან რო წამოიყვანა ის დაჭერილი რომელიც წავიდა და იქ დაბლა რა ხდება ის იმაზე. ის სანახავი ხო, ის სანახავია. ბიჭო, კადრი ვერ ავიღეთ პროსტა რა. აი როგორ იცი რომ ესე გაიწია ურდღელი გამოვიდა. ესე კონტროლში გაგვიარა რა. შველმა. მე ტურა იყო, მაგრამ
100 მეტრო რო გავზომე. კი ვესროლე, მაგრამ 100 მეტრა. ხო, 100 მეტრა შედეგს არ მოგცემდა, მაგრამ ყოველთვის შევაშინებდით მაინცაა, ხო? კი ბატონო, უფრო მოუმატა სირბილს. აი, შემოგივლებ, მოკლედ მეგობრებო, ამით დასრულდა ჩვენი გადაცემა. გამოწერა არ დაგავიწყდეთ არხის თუ საინტერესო იყო თქვენთვის, თუ არა და მაგრად იყავით.